კი, იყო გამარჯვეს. მე ვისაუბრებ რევმატოიდული ართრიტის შესახებ. გადმოჭიქი რა, კადრში მოხვდა. კერძოდ განიხილვა ამ დაავადების წინასწარმეტყველო ფაქტორებს, პათოგენებს, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. რევმატოიდული ართრიტი არის აუტოიმუნური სისტემური ქრონიკული ართრიტის დაავადება, რომელიც გამოიხატება სახსრების დაზიანებით, სინოვიტით და არც ისე ხშირი ცხოვრებაში, თუმცა ყველაზე ხშირად ხდება ძაღლებში, პრიმატებსა და ცხენებში. ძაღლებში რევმატოიდული ართრიტის პრევალენტობა 1%-ზე ნაკლებია, რითაც ემსგავსება ადამიანებში ამ დაავადების განვითარებას. თუმცა ადამიანებისგან განსხვავებით, რევმატოიდულ ართრიტის ცხოველებში არ გააჩნია სქესობრივი წინასწარმეტყველება, მაგრამ გააჩნია ჯიშობრივი პრედისპოზიცია პატარა ზომის ჯიშებში, როგორც არის შოტლანდიური შებდოგი, ჩიხუახუა, იგი უფრო მეტად გვხვდება. მას ახასიათებს გენერალიზებული სიმპტომები, როგორც არის ცხელობა, ანორექსია, ლეთარგია, სისუსტე და ასევე სახსროვანი სიმპტომები, როგორც არის სახსრის სიმკვრივე, შეშუპება, ყოჭლობა, სახსრის დეფორმაცია, შესაძლოა გამაგრებული ანკილოზიც. ეს არის სისტემური დაავადება, შესაბამისად ვლინდება სიმეტრიული ართრიტით რამდენიმე კიდურში და ძირითადად გამოვლინდება სახსრის დისტალურ სახსრებში. წინასწარმეტყველო ფაქტორები არის გარემო ფაქტორების და გენეტიკური ფაქტორების კომბინაცია, მათ შორის გარემო ფაქტორებიდან აღსანიშნავია ინფექციური აგენტები, როგორც არის მაგალითად მორისწითელი ქალის ამწრელი, ხედავთ ასევე ლაიმის დაავადების ამწრელი, ისინი იწვევენ ქრონიკულ ართრიტს ცხოველებში, რომელიც რევმატოიდული ართრიტის მსგავსია. ამავდროულად ძაღლებში რევმატოიდული ართრიტით არის აღმოჩენილი სინოვიალურ სითხეში ძაღლის ჭირის ვირუსის ანტიგენის და მასთან ასოცირებული ანტისხეულების იმუნური კომპლექსები, რაც ხაზს უსვამს რევმატოიდული ართრიტის შესაძლო ინფექციურ ბუნებას. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა დაავადებულ ცხოველებსა და ჯანმრთელი ცხოველების მიკრობიომისა და ფაგიუმის შემცველობაში. რადგან ზოგადად დისბიოზი სისტემურად ახდენს იმუნურ სისტემაზე გავლენას, იგი რევმატოიდული ართრიტისთვის მნიშვნელოვან TH17 უჯრედების პოპულაციას ზრდის, ამცირებს ტერეგულატორების პოპულაციას და ამავდროულად ძალიან ძვლის ნეიტროფილური ნეტოზის გამომუშავებას, რაც მნიშვნელოვანია რევმატოიდული ართრიტის განვითარებისთვის. ამას გარდა არის გენეტიკური ფაქტორული წინასწარმეტყველობა დაავადების განვითარებაში, დაახლოებით 100-მდე გენური უბანი ასოცირდება ამ დაავადებასთან ადამიანში, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია MHC კლასი 2-ის HLA-DR-ის B1 არელი, მსგავსი ანალოგიური სტრუქტურა არის აღმოჩენილი ძაღლებშიც. მისგან ასოცირებული ალელები არის შემდგომი, ამავდროულად არის კიდევ MHC სამმოლეკულის C4-ის 4 ალოდები, რომელიც ასოცირდება ამ დაავადების განვითარების უფრო ამაღლებულ რისკებთან. რაც შეეხება პათოგენეზი იწყება ინფექციური აგენტების, გენეტიკური ფაქტორების, გარემო ფაქტორების კომბინაციით და მიმდინარეობს 3 ეტაპად. პირველი ეტაპი არის ავტოანტისხეულების წარმოშობა, მეორე ეტაპი არის უშუალოდ წვავრის იმუნური ანთების განვითარება და მესამე ეტაპზე უკვე ვიღებთ ქრონიკულ ანთებას, რომელიც გამოიხატება ქსოვილების პერსისტენტული დაზიანებით. პირველ ეტაპზე ხდება ავტოანტისხეულების წარმოშობა, მაგრამ ორი დიდი ჯგუფია, რომელსაც განიხილავ. პირველი არის რევმატოიდული ფაქტორები. რევმატოიდული ფაქტორები არის ანტისხეულები, რომლებიც უკავშირდება სხვა ანტისხეულებს. კერძოდ IgG ანტისხეულების FC ფრაგმენტებს უკავშირდება და თვითონ რევმატოიდული ფაქტორები არის ძირითადად IgM პენტამერები, IgA დიმერები, ან თვითონ IgG მონომერები. ისინი უკავშირდებიან IgG კლასის ანტისხეულებს, რომლებიც თავისთავად უნდა იყვნენ ანტიგენთან დაკავშირებული აუცილებლად და ქმნიან დიდი ზომის იმუნურ კომპლექსებს, რომელიც ილექება სინოვიალურ ღრუში. და შესაბამისად იმუნური კომპლექსები აქტიურებენ კომპლემენტის სისტემას, კომპლემენტის სისტემა ახდენს ნეიტროფილების და მაკროფაგების მოზიდვას, ისინი კი რვანთებითი ციტოკინების გამომუშავებას და ქსოვილების დაზიანებას. მეორე დიდი ჯგუფი ავტოანტისხეულების, რომელიც წარმოიშობა, არის ციტრულინებული ცილების საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ავტოანტისხეულები. ციტრულინაცია არის ცილის პოსტტრანსფერული მოდიფიკაცია, რომლის დროსაც არგინინი იცვლება ციტრულინად. ამ დროს იგი კარგავს დაგებით მუხტს, ხდება უფრო ჰიდროფობური და უფრო იმუნოგენური შესაბამისად. მის წინააღმდეგ გამომუშავება ანტისხეულები, რომლებიც რევმატოიდული ართრიტისთვის არის საკმაოდ სპეციფიკური, კერძოდ 98-96%-ში. ციტრულინაციას ძირითადად განიცდის ფიბრინოგენი, კოლაგენი, ჰისტონები და შესაბამისად დიდი რაოდენობით არის გამოყოფილი ნეიტროფილური ნეტოზის დროს გამოთავისუფლებულ ჰისტონებში.
ციტრონინაცია ძირითადად ხდება სტრესულ, ანთებით და დაზიანებულ ქსოვილებში და შესაბამისად ეს ანტისხეულები, რომელიც ამ სილების წინააღმდეგ გამომუშავდება, ქმნიან დიდ იმუნურ კომპლექსებს, აქტივებენ მაკროფაგებსა და ოსტეოკლასტებს და ამას გარდა B ლიმფოციტები, რომლებიც რომელიც გამომუშავებენ ამ ანტისხეულებს, წარმოქმნიან ასევე ინტერლეიკინ 8-ს, რომელიც ახდენს ნეიტროფილების აკუმულაციას სასახსრო გულში. ნეიტროფილები დროსთან განმავლობაში ხდებიან დომინანტური ამ დაავადების დროს და ასევე ამ ფაზას უწოდებენ სიმშვიდის ფაზას, რადგან შეიძლება წლების მანძილზე მიმდინარეობდეს უსიყვარლო. რაც შეეხება მეორე ეტაპზე, იმუნური სისტემა ახდენს ფუნქციებას უშუალოდ სასახსრო ქსოვილზე და იწყება მწვავე სინოვილური ანთება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სინოვილური კაპილარების ფენესტრილობის ხარჯზე, 300-ის როლი, რადგან ისინი 50-ჯერ უფრო გამტარი არიან, ვიდრე ჩვეულებრივი კაპილარები და შესაბამისად ატარებენ ანთების ციტოკინებს, ანთების მედიატორებს სასახსრებულში და იწვევენ ანთების განვითარებას. ზოგადად ჯანმრთელი სინოვილები შედგება A და B ტიპის სინოვილოციტების 2-3 უჯრედოვანი შრიფტიდან. A ტიპის არის მაკროფაგები, B ტიპის არის ფიბრობლასტები. ანთების დროს ხდება ფიბრობლასტების პროლიფერაცია, უჯრედების სისქეში იზრდება 10-12 უჯრედამდე და სქელდება სინოვილები. ამის გარდა ფიბრობლასტები გამოყოფენ ისო და ისე უფრო ანთების ციტოკინებს და ხდება ამავდროულად ავტომატის სხეულების მიერ წარმოქმნილი იმუნური კომპლექსების ჩალაგება, რომლებიც აქტიურობენ კომპლემენტის სისტემას, ხდება C3-1-5 ანაფილოტოქსინების გამოყოფა, ნეიტროფილების მოზიდვა, რომლებიც გამომუშავებენ პროტეაზებს, ჟანგბადის რადიკალებს, აზიანებენ ქსოვილებს, ამას გარდა ხდება CD4 ლიმფოციტების ინფილტრაცია, რომლებიც ჟანგბადის რადიკალების გამომარაგებენ აპოპტოზით, მაგრამ ასწრებენ ანთების ციტოკინების გამომუშავებას და ასევე მნიშვნელოვანია TH17 პოპულაცია, რომელიც გამომუშავებს ინტერლეიკინ 17, 21 და ისინი როგორც ფიბრობლასტების პროლიფერაციას ასტიმულირებენ, ასევე ისე და ისე ნეიტროფილების აკუმულაციას და TH17-იც ხდება დომინანტური პოპულაცია რეუმატოიდულ ართრიტში. რაც შეეხება მესამე ფაზას, დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმატში და ხდება პერსისტენტულად მუდმივი დაზიანება ქსოვილების. ძირითადად ყოველივე გამოწვეულია ფიბრობლასტების მსგავსი სინოვილოციტების პროლიფერაციით, რომელიც აი ამ ციტოკინების ხარჯზე ბრალდება, ისინი დესანცილას გამომუშავებენ, ახდენენ MHC ექსპრესიას და ამ პროცესების ფონზე იწყებს ფორმირებას პანუსი. პანუსი არის ინვაზიური გრანულაციური ქსოვილი, თავისი ანგიოგენეზით, რომელიც შედგება ფიბრობლასტებისგან, მაკროფაგებისგან, ლიმფოციტებისგან და იჭრება სასახსრო გულში, მექანიკურად აზიანებს გარშემო ქსოვილებს, ძვალს, ხტილს. ამავდროულად ფიბრობლასტები გამომუშავებენ სხვადასხვა პროტეაზებს, ხდება ასევე ვირტუალური ლიგანდის მეშვეობით აქტივაცია პრეოსტეოკლასტების რეცეპტორის და ოსტეოკლასტებად გადაქმნა, შესაბამისად მაკროფაგულ აქტივობას ავლენენ ისინი ძვალში. ამ ლიგანს გამომუშავებენ ფიბრობლასტები და ლიმფოციტები, მოგვიანებით ხდება ასევე კოლაგენის მიმართ ანტისხეულების წარმოშობა და ეს ეტაპი არის სწორედ ყველაზე დამაზიანებელი და პასუხისმგებელი დაავადების შემოსევად მდგომარეობაზე. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, დიაგნოსტიკა ეხება იმუნოპათოგენეზს და წარმოადგენს მის ერთგვარ შეჯამებას. დიაგნოსტიკისთვის უნდა განვიხილოთ 10 კრიტერიუმი, რომელიც უნდა შეფასდეს რეუმატოიდული ართრიტის დროს. 10 კრიტერიუმიდან 5 დადებითი პასუხი ან მეტი არის სავარაუდოდ რეუმატოიდული ართრიტი, ხოლო 7 ან მეტი დადებითი პასუხი არის დადასტურებულად რეუმატოიდული ართრიტი. ეს კრიტერიუმები მოიცავს სასახსრეს სიმკვრივეს, ტკივილს მანიპულაციის დროს, ართრიტი როგორც მოიხსენიებათ რეუმატოიდული არის ქრონიკული, ასე რომ მინიმუმ 3 წელი უნდა გრძელდებოდეს. შეშუპება პერიართრიტული ქსოვილის ანთებიდან გამომდინარე, ასევე რადიოლოგიური ნიშნების ნუსხა, როგორც არის კალციფიკაცია მის გვერდზე, პერიართრიტული ქსოვილის დაზიანება, ძვლის დეფორმაცია, ეპიფიზარული არაერთგვაროვნება და სხვა. ასევე სინოვილური სითხე უნდა იყოს სტერილური, მაგრამ ანთებითი. მასში ანთებითი უჯრედების რაოდენობა უნდა იყოს 3000-ზე მეტი მილilitrში და 12%-ზე მეტი უნდა იყოს ნეიტროფილები. რადგან ნეიტროფილი დომინანტურია რეუმატოიდული ართრიტის დროს, როგორც ვახსენეთ. ეს არის სისტემური დაავადება, შესაბამისად სიმეტრიულად უნდა იყოს დაზიანებული კიდურები ბილატერალურად, ასევე რეუმატოიდული ფაქტორების აღმოჩენა შარდში და ტიპური
სინომიური ჰისტოპათოლოგია, რომელიც არის პანუსი, ფიბრობლასტებისგან შემდგარი, ასევე შესაძლოა ართრიტის გარე დაზიანებების არსებობაც konkretად იმპროვიზაციაში. რაც შეეხება თერაპიას, თუ ჩვენ შევძლებთ რომ მოვაჩინოთ ეს დაავადება ძალიან ადრეულ საწეს სტადიაზე, შესაძლოა გამოვიყენოთ არასტეროიდული თერაპიის საშუალებები, საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა ძირითადად საჭიროა კორტიკოსტეროიდების მოხმარება, როგორც ეს პრედნიზოლი. მაგრამ კორტიკოსტეროიდების მოხმარების შემთხვევაში უნდა მიმოხსნათ, რომ ძვლის ვიზისი არ წყდება, მაგრამ სიმპტომები იხსნება. შესაბამისად, შეიძლება დაავადება მაინც პროგრესირებდეს და ცხოველის მონიტორინგი მნიშვნელოვანია. კორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოიყენება იმუნოსუპრესანტები, აზათიოპრენი, ციკლოფოსფამიდი, ასევე ადამიანებში ხშირად გამოიყენება ბიოლოგიური პრეპარატები, როგორც არის მონოკლონური ანტისხეულები, ანტიტენეფალტა, ანტისიბიოტრი და სხვა, თუმცა ცხოველებში მათი გამოყენება ნაკლებად ხდება. ასევე ქირურგიული ჩარეების რიგი ჩამონათვალი არსებობს, რომელიც მიღებულია სახსრების დასტაბილურებისთვის და რაც შეეხება პროგნოზი სამწუხაროდ ხშირად არ აკეთებს საიმედოა, რადგან ეს არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხშირად საჭიროებს საკმაოდ ხანგრძლივ ურთიერთობას. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ასწავლია ეს დაავადება ევროპაში, მაგრამ 1%-ზე საკმაოდ ნაკლებია მისი შეფერება ცხოველებში. ამის გარდა არის აღწერილი ცხენებში და ასევე პრიმატებში. პრიმატებში სხვადასხვა საინტერესოა, რომ ადამიანებსაც ახასიათებთ უფრო მეტად თითის ბალაგებზე განვითარებული ართრიტი. ზარლებში მაგალითად უფრო მოძრაზე ვითარდება და პრიმატებში ხუთითია ჩვეულებრივად და იქაც თითებზე ვითარდება, მაგრამ სულ რამდენიმე შემთხვევა აღწერილი. ცხენებშიც არის აღწერილი, თუმცა ყველაზე მეტად ზარლებში. მოაქვს მაგრამ რემატოიდული წარმოშობის ნათელი. დიახ. აი რაღაცას ამბობდით ჰიდროფობულობაზე და მუხტზე და კიდევ უფრო გაშალოთ, მართლა მაინტერესებს. სხვა მიზნი. დიახ, ციტრონაციაზე ვისაუბრებდი. სხვა სფეროში მაინტერესებს. ცილების პოსტრალციურ მოდიფიკაციაზე. ზოგადად ციტრონაცია მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, შეიძლება იყოს პათოგენური. მაგალითად, ფიზიოლოგიურად, როდესაც უნდა მოხდეს დნმ-ის დეკონდენსირება, ამ დროს ჰისტონების ციტრონაცია ხდება. და ჰისტონების ციტრონაციისას ზუსტად იცვლება მუხტი. არგინინი არის ზოგადად დადებითად დამოკიდებული. ციტრონები ნეიტრალური მუხტის არის. ვიზუალურობით არ ხდება, მაგრამ ამ დადებითი მუხტის კარგად. დადებითი მუხტის დაგაგვის შემდგომ ხდება ჰიდროფობური და ამის ფონზე რადგანაც იგი ისვრის თავის ბუნებას, იგი აღიქვება იმუნური სისტემისთვის განსხვავებულად. ავტოანტის სხეულებიც მათ ვარ გამომშავება, თუმცა რევმატოიდულ ართრიტში კონკრეტულად ავტოანტის სხეულები მხოლოდ ციტრონებული ცილების მოხდა გამომშავება, ასევე სხვა ტიპის ხდება, რევმატოიდული ფაქტორები, როგორც აღწერე და